მორიგი წარმატებული წერილი მიითვალა ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა, მას შემდეგ რაც იგი ავერსი ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მის სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალს და ჩვენს დამფუძნებელს ბატონ პაატას. წინ გველოდება ახალი 2017 წელი თავის გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი პროექტებით. ეს პროექტები არის ძალზედ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი კლინიკისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისათვის. საუბარია სხიური ამოჩქარებლების პროექტზე, საუბარია კარდიოქირურგიულ მიმართულებაზე. ასევე კლინიკა აპირებს გაფართოებას ახალი სიცოცხლის მიმართულებით და აღნიშნული მოგცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი სამედიცინო სერვისები და კიდევ უფრო ხარისხიანი გავხადოთ ჩვენი პაციენტების მომსახურება. მაგრამ ყველაზე დიდი ბენეფიტი და საჩუქარი ეს არის მადლიერი პაციენტი და მისი გასხივოსნებული თვალები. სწორედ აი ამ სხივს და ამ თვალებში ყურებას გისურვებთ ყველას. ქირურგიის ეროვნული ცენტრი, როგორც სამედიცინო, ისე ბიზნეს განვითარების მიმართულებით იმყოფება მის ლოგიკურ მწვერვალებზე. სამომავლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ისევე როგორც ავერს, მინდა უსურვო წარმატება და წინსვლა. გასულმა წელმა ჩვენი კლინიკისათვის კვლავ დიდი წარმატებით ჩაიარა. ჰქონდა ბევრი სიახლე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. რამაც განაპირობა ახალი სერვისების დანერგვა. შესაბამისად, მოსახლეობის დაინტერესება და მომართვენობის გაზრდა. ამან განაპირობა საწოლთა ფონდის ზრდის საჭიროება და პერსონალის რაოდენობის მატება. ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობის კვალიფიციური გამოყენება განაპირობა მოსახლეობაში ჩვენდობის ამაღლება და რეიტინგის ზრდა. პირველ რიგში რაც მინდა ვუსურვო ჩვენს დეპარტამენტს ეს არის გაფართოება, ვინაიდან მზარდი დეპარტამენტია, შეგვიძლია ყოველთვის გავაფართოვოთ და ყოველთვის იქნება პროდუქტის ბენეფიციარი, ამიტომ ერთადერთი ჩვენი სურვილი ეს იქნება ჩვენი სერვისების განვითარება, დახვეწა და მაღალ პროფესიონალ დონეზე შესრულება. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ენდოვასკულარული დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია ძალიან თანამედროვე აპარატით, რომელიც პირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაადგა მთელს ამიერკავკასიაში. ჩვენთან კეთდება ოპერაციები როგორც გუმკერდის, მუცლის აორტაზე, ასევე პერიფერიულ სიზარღვებზე. როგორც შაქრიანი დიაბეტით შემპყრობილ ადამიანებზე, ასევე სხვადასხვა საძილე არტერიების დაზიანებით და ინტრაკრანიალური სიზარღვების ანევრიზმებით. უროლოგიურ მიმართულებაში შეძლების და გვარად ნერგავთ ინოვაციურ ოპერაციებს, კერძოდ პლაზმურ ვაპორიზაციას, ბიპოლარით, ტრანსურეთრალურ რეზექციებს. მე მინდა უსურვო ყველა ქირურგს და ყველა ჩემს კოლეგას, უროლოგს, ჯანმრთელობა, შვიდობა, ბედნიერება და სიხარული. ძალიან მეამაყება, რომ სიზართა და რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი პრაქტიკულად აქ დაარსებულია მამაჩემის ბატონ ტრისტან ფერაძის მიერ, რომლის სახელობის საოპერაციოც არის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და მის სახელობის საოპერაციაში მუშაობთ ახალგაზრდა ქირურგები, რომლებიც უკვე ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ და აკეთებენ, რომ ნამდვილად საამაყო და ნამდვილად საკვირველიც იქნებოდა ძველი პლიადის ქირურგებისთვის. ქირურგიის ეროვნული ცენტრის მარკეტინგის სამსახურის წევრები წარმატებული მომავლის იმედით მომდივართ ყოველდღე სამსახურში. გვიამაყება, რომ კლინიკის აღმშენებლობის თანამოზიარენი ვართ. გისურვებთ ულევს სიხარულს, პროფესიულ განვითარებას და ბევრ მადლიერ პაციენტს. ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა. ფინანსებთან არის დაკავშირებული იმ პროცესების უწყვეტობა და გამართულება, რომლებიც სამშაბათ კლინიკაში მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლებს ჰქონდეთ მაქსიმალურად დაფასებული ანაზღაურება და ჰქონდეთ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ისინი შეძლებენ მაქსიმალური პროფესიონალიზმით იზრუნონ პაციენტის ჯანმრთელობაზე. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უკვე მეოთხე წელია, რაც ფუნქციონირებს სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი. თანამშრომლები ზრუნავენ პაციენტებზე, რათა მათ ხარისხიანი და ეფექტური მკურნალობა ჩაუტარდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში. უკვე 22 წელიწადია, რაც ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობ. ეს კი ნიშნავს, რომ ძალიან ერთგული ვარ იმ ღირებულებების და იმ გუნდური მუშაობის პრინციპებისთვის, რაც ჩვენი კლინიკისთვის არის დამახასიათებელი. მინდა მადლობა გადავუხადო გადაუგდებელი დახმარების დეპარტამენტის მთელ კოლექტივს დაუღალავი შრომისთვის. თითოეულ მათგანის თავდადება არის გმირობის ტოლფასი. ასევე მადლობას ვუხდი კლინიკის ხელმძღვანელობას და მთელ კოლექტივს გუნდური და დაუღალავი შრომისათვის. ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აპარატურით.
ჩვენი დეპარტამენტის მიზანია გუნდური მუშაობა და ხარისხიანი მომსახურება, კმაყოფილი პაციენტი. ქირურგიის ეროვნული ცენტრის მედპერსონალი გუნდურად მუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენი ყველა პაციენტი მადლიერებით წავიდეს ჩვენი კლინიკიდან. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში დიდი წილი შეაქვს მულტიპროფილურ დეპარტამენტს. კლინიკის ერთ გუნდად შექმნილ მაღალკვალიფიციურ პერსონალთან ერთად ერთ გუნდად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. არაფრის თქმა არ გამომივა, თუ არ ვიტყვი, რომ აქ ჩვენი სახლია. დიდი, თბილი, ნათელი, მრავალწევრიანი. არ ვიცი, ეს სითბო და სინათლე უფრო მიზიდავს, თუ ის, რომ ასეულობით ადამიანს ჩვენი იმედი აქვს. ვფიქრობ, საქმისადმი ერთგულება და სიყვარული არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ყველა თანამშრომელს გვაერთიანებს. მე ჩემი საქმე მაბედნიერებს, რადგან აქ ყოველი დღე 24 საათის განმავლობაში ვიბრძვით სიცოცხლის გადარჩენისთვის. ორგანიზაცია შეიძლება ფლობდეს წინსვლის საუკეთესო სტრატეგიას, მაგრამ თუ მას არ ეკუთვნის თანამშრომელთა გული და გონება, ის ვერ განვითარდება. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველა ახალ წევრთან თანამშრომლობას ადამიანური ურთიერთობებით ვიწყებთ. ეს კლინიკა იყო პიონერი კარდიოქირურგიის დარგში საქართველოში. ჩვენ გვიხარია, რომ ვიმყოფებით ამ ტერიტორიაზე და ამ ტრადიციებს გავაგრძელებთ და გავაუმჯობესებთ კიდევაც. ნევროლოგია ნეიროქირურგიული დეპარტამენტში ნეიროქირურგიული მიმართულებით კეთდება ისეთი წარმატებული ოპერაციები, რომელიც კეთდება დღეს სოფლიოს წამყვან კლინიკებში. ქირურგიის ეროვნული ცენტრი არის მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ჩემი კოლეგების გუნდური მუშაობის უნარი მათი მაღალი პროფესიონალიზმი საშუალებას მაძლევს, რომ მუდმივად ეფექტურად ვიზრუნოთ ჩემი პაციენტების ჯანმრთელობაზე. თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკამ მიაღწია განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ჯანმრთელი ადამიანები პრაქტიკულად არ არსებობენ გამოკვლეველი პაციენტები. ძირითადად ნოზოლოგების უმრავლესობა მოდის იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტებზე, რომლის დიაგნოსტიკა ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე საათში ხდება და დროული მომართვიანობის შემთხვევაში სათანადო ჩვენებებისას ხდება ასეთი პაციენტების მიმართვა ნეიროქირურგიული ოპერაციული ან ენდოვასკულარული ინტერვენციისთვის. ქირურგიული დეპარტამენტი ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი წარმატებული დეპარტამენტია, მუშაობს გუნდური პრინციპებით და არის მეგობრული გარემო. ჩვენს კლინიკაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობას. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგები გისურვებენ ჯანმრთელობას. გისურვებთ ჯანმრთელობას. საერთო სამსახური გაფრთხილებთ. თქვენი ჯანმრთელობა